მე მგონი არავის არ არის საიდუმლო რომ დღეს საქართველოსთვისაც და ალბათ ზოგადად ევროპისთვის რუსეთთან ბრძოლის ფრონტი გადის უკრაინაში. ამ ფრონტზე კიდევ უფრო თქვათ მოწინავე პოზიცია არის ოდესა, რომელიც არის თქვათ პირდაპირ ინტერესის საგანი ყველაზე მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინისთვის. სწორედ ეს მარიუპოლზე მიმდგარი ჯარი არის გამზადებული იმისთვის, რომ მარიუპოლიდან ოდესა გაიაროს და ეს პერიოდში გავიდეს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ოდესა იყოს სამაგალითო, ოდესაში იყოს წესრიგი, ოდესაში დაიწყოს აღშენებლობა, ოდესაში დაინერგოს პირველად ის ყველა რეფორმა, რომელიც შემდეგ გადაიდება მთელ უკრაინას, რომ პუტინმა იცოდეს, რომ ოდესა არის გამაგრებული, ოდესაში არის ყველაზე თანამედროვე რეფორმების გამტარებელი ხალხი, ოდესაში არის ადამიანი, რომელიც მას უწევს წინააღმდეგობას. ამდენი წელია არის მედროშე რუსეთთან, პუტინთან ბრძოლის. ესეთი შესაბამისი რეაქცია აქვს კიდევაც რუსებს დღეს. უკვე აქედან გამომდინარე, ეს არის დიდი რისკი, ეს არის დიდი შესაძლებლობები და მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის თავად ვისება ალბათ იყო ეს, რომ ის ამ რისკს ყოველთვის იღებდა. ეს მისი ბრძოლის ძალიან ბუნებრივი გაგრძელება არის. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანი აქედანაც ის გუნდით, რომელიც იქ თან ახლავს გვერდში დაუდგებით და ყველანაირ ხელს შეუწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს ოდესის გამარჯვება და მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან საცხარო.